Campbelltown-ის ჩემი საყვარელი distillery-ის ვისკის განვიხილავს. დღეს ეს არის Glen-Scotia, რომელსაც დაახლოებით 4 წელი ვეძახდი Glen-Scotia-ს და ბოლოს აღმოჩნდა რომ Glen-Scotia არის და სათვალე მოვიხსენი რომ უფრო ბლარში ვხედავდი ყველაფერს იმ დიდი სიცრუის შემდეგ რაც ახლა ლევანმა თქვა ისჩემი ეგრე დავინახო სამყარო ჩემი საყვარელიო ესე იგი მომენტს არ უშვებს რომ Glen-Scotia-ს რა თქმა უნდა კი განა გააკრიტიკოს ან თქვას რომ ისეთი აი რა მაინც უკეთეს ვისურვებდი არა აი სიგარეტს ბიჭებს დააგდებენ ხოლმე და მე დაგდებულზე რომ ფეხს რო ესე რო უსვამენ ხოლმე აი ესე რო რაფიო მაქსეკვას ტვისტი ტრავალტა როცეკვას ტვისტის ისე მაქიდან გამოვიდა და იმაში იყო იმავე სახსენებელ კომუნისტურ რეჟიმში იყო პირველად გამოყენებული იკაბიზე რო თამაშობს არა კაცო იმაში რა ქვია არა კავკასკაია პლენისა რა ქვია კავკასიელი ტყვექალი მან ასწავლის ტვისტს ეგრე სიგარეტის მოწევ ხო ეწევითო დააგდეო ეხა ეს სიგარეტო ეხა მეორე ტვისტი გამოვიდა რა ვერისუბნის მელოდიებში არის ეგ აუ არ მახსოვს არის მართლა ტვისტის ეგეთი ისა შეიძლება ხო ხო გოგოები როცა კახი კავსაზე და იქო მან ხო მაგრამ ის ეპიზოდი არ მახსოვდა მაგრამ ის ცნობილი ეპიზოდი მახსოვს ტვისტზე აი ტვისტს ცეკვავს Glen-Scotia-ზე კაცო და ეხლა იცოცხ ჩემი საყვარელი ვისკიო სპეციალურად თქვა ვიცი მაგრამ მეც არ გამისინჯავს 10 წლიანი და იქნებ შემომატრიალოს ეხლა რა ვიცი იმიტომ რომ წინა 75-მა Glen-Scotia-მ ვერ შემომატრიალა და არა მოკლედ Glen-Scotia-ს ჩვენ ხშირად გავამტოთ ხოლმე ეხლა არ დავიწყებ თავიდან იმიტომ რომ ბევრჯერ ის არის მეც ბევრი პრეტენზია მაქვს Glen-Scotia-ს მიმართ მაგრამ არც თუ იშვიათი გამონათებები აქვს საკმაოდ ხშირი გამონათებები აქვს რომ კარგი Glen-Scotia-ები მიჩნდება ხოლმე შეიძლება ცოტა ძვირიანი მაღალგრადუსიანი მაგრამ კარგი Glen-Scotia-ები არის ეს ჩვეულებრივი Glen-Scotia ახლა იაფიანი Glen-Scotia მაქსიმუმ 40 евро რო ღირს ეგეთი Glen-Scotia არის და საქართველოში კიდევა არც თუ ისე ძვირად ანუ საქართველოში ხელმისაწვდომი არის double cask-ი ყველაზე იაფად და ცოტა მეტად არის ეს სადღაც მე მგონი 100-130 ლარზე ალაბარაკი იმაზე double cask-ზე და 160-მდე თუ არ ვწდები ეს რა და ისეთი ფასია რა ნუ 40 ევრომდე ფასი ევროში და შესაბამისად ხელმისაწვდომი ვისკი არის ჩვეულებრივი სტანდარტული არავით არის რამე საფესტივალო გამოშვება რაც საერთოდ Glen-Scotia-ს აქვს უამრავი რელიზი ბოლო პერიოდში ბოლო 1 წელიწადში იმდენი გავსინჯეთ რომ თავგზა მაქვს არეული საერთოდ ვერ დამახსოვრე ეგრე არ ქონდა Glen-Scotia-ს და მე მგონი თავში ავუვარდათ აი გაყიდვებმა და მოთხოვნამ რომ მოიმატა შეიძლება ადგენენ და ყველაფერი დააწერეს ეტიკეტებს და გამოუშვეს კი ბატონო ეს არის უმარტივესი ისტორიის ჩვეულებრივი 10 წლიანი დაძველების Glen-Scotia ბურბონის კასრი მოიჭა არაფერი ამას განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ ბურბონი არ არის, ეს არის first fill ბურბონის. First fill აწერია ხო სხვათა შორის, ესეც აღსანიშნავია, რომ წესით ცუდი არ უნდა იყოს. თუმცა 40 გრადუსია, 40-ზე მეტი არ არის. თუმცა რატო თქვი? აი იმიტომ რომ მე მაინც კნინობით კნინობითია, კი ბატონო. მიჩემდი რომ აღარ გრადუსი იყოს ხოლმე ცოტა 46 მაინც რომ არ გაწყალდეს. ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ არაერთხელ და მაინც კი შესაძლებელია 40 გრადუსი სრულიად საკმარისი იყოს, მაგრამ მაინც თავი რომ დავიზღოთ, ჯობია მაღალი გრადუსი იყოს ცოტა რომ ბუკეტი არ იყოს გაწყალებული. ხო. ეს Glen-Scotia როა იმიტომ დამისხი ამდენი თუ? ბევრი დაგისხი? კი. აი, აგონოთ. ნახე, რა კაი მჟავი სუნი აქვს. ძალიან მჟავი ვისკია. სხვა შორის არ არის ცუდი. მჟავია, მჟავე ხილია რა. ნახე, თან ციტრუსის სიმჟავე არ არის, ხილის სიმჟავია. ჩემი აზრით, აბა ნახე. ისე double cask-თან შედარებით ახლა ძალიან კარგი ვისკია ეს. Glen-Scotia-ს ცოტათი ჯობია double cask-ი, გეთახმები მაგაში ხო? double cask-თან შედარებით ცუდი ვისკი არ არის თქო. ხო, გეთახმები მეთქი კაცო, ხო? double cask-ი ჯობია შენ თქვი. არა, გეთახმები double cask-ს ჯობია მეთქი. ხო, ვერ გამოვთქვიეთ ხო კარგად ხო. ხალო მარო რასაც ესამ გამოგივიდა. ხო, ანუ რაღაც სასიამოვნო სიმჟავე, ხილის სიმჟავე, ხილის რომელი სიმჟავე, ვაშლი, მწვანე ვაშლი? ისე არის, მწვანე ვაშლი არ არის თითქოს. მწიფე ხილის სიმჟავე კი არა, გადამწიფებული სიმჟავე. არა, გაპირიქით, ჩემს არის აი ცოტა სიდამპლისკენ რომ მიდის ხილი უკვე. ეგეთი სუნი აქვს, მაგრამ თან მჟავდება. ხო, მაგრამ ეგეთი ხილი ტკბება ხოლმე, ეს მჟავია თან. აი ყურძენი ხომ მჟავდება მაგალითად. კარგი შედარება იყო ყურძენი სხვათა შორის ახლა. კი არ მჟავდება და მჟავე ყურძნის სუნი აქვს ამას. მჟავე როგორ გითხრა, არატკბილი ყურძნები რო არის. ნახე, ის ადესა და ეგეთი ყურძნები რო არის. მოწითალო ყურძნები არც ისე მუქი და შაქრიანობა რო ნაკლები აქვს. სიმჟავე რო აქვს, აი ეგეთი ის რო დაწურო იმის სუნი აქვს. ხო, არ ვიცი, მე ახლა უარყოფთით არ განვეწყენ. არა, კარგია, ოდნავი სიტყვებიც იგრძნობა უკან ხილის, რაც თავარი არის ხილის ბუკეტი. ოღონდ მომჟავო ხილის ბუკეტი რა.
ოდნავ კვახი მომჟაო ხილის ბუკეტი, რომელიც რაღაც საგაზაფხულო განწყობას იძლევა. ეხლა ტკბება ოდნავ. მაგრამ იცი რა არის? აი, ეხლა შენ ხო ლაპარაკობ. ხო. მე თავში არ მომდის არანაირი არომატი, რაღაც მრავალფეროვნება რო იყოს და კომპლექსურობა და ჩამოუცვალო და რაღაცა, ეგეთი არაფერი არ არის. მაგრამ მაგას ვერ მოვთხოვთ კი არა და რატომაც ვერ მოვთხოვდით, მაგრამ არა აქვს. ვერ მოვთხოვთ იმ გაგებით რომ არ არის ძვირიანი ვისკი, მაგრამ ნუ არც ძალიან იაფი არ არის, ეხლა 20 ევროიანი ხო არ არის? აი, არის ეს სიმჟავე და всё, მეტი არაფერი რა. სიმჟავესთან ის მოტკბო რაღაცეებიც არის. ხო, ანუ სიმჟავე, აი რაც მოუყევით ეგ რა თავიდან რა, მაგრამ აი რაღაცა ის ვიპოვე, ეს ვიპოვე, აი ეგეთ რაღაცები არ არის. არ არის კონკრეტულად არ არის, ხო, თითქოს ბევრი მჟავე ხილის მიქსია, თითქოს ცოტა კარგად არ დამწიფებული, ანუ უმწიფარი გარგარი თითქოს ცოტა უმწიფარი ვაშლი, რაღაცა მჟავე ყურძენი, აი რაღაცა მომჟაო მოტკბო, მომჟაო ხილს რო ოდნავ ისეთი ტკბოები აქვს ხოლმე, ეგეთი ბევრნაირი ხილის მიქსი გაიჩი და საიდანაც გამორჩევა ერთი ან ორი კონკრეტული ხილის ძნელია. ოღონდ ხილია რა. ხილია. არ არის ქიმიური, არ არის მლაშე, მჟავეები ხანდახან მლაშეები ცალკე ხოლმე ბრუხლადის, სეულის იმჟავე და სიმლაშე და რაღაცეები. თითქოს რაღაცა მინერალების ის გლენსკოშეს დამახასიათებელი, მაგრამ ნაკლებად. აი გლენსკოშეს დამახასიათებელი ის რაღაცა მინერალების სიმლაშე და სიმჟავე, ამას ნაკლებად აქვს, ნაკლებად გლენსკოშურია რა. ხო. სხვა შორის აი კარგად თქვი ეგ რა, გლენსკოში არის ჩემთვის აი ერთი ხაზი. ანუ რომელიც არ უნდა გავსინჯო 90%-ით ერთ და იგივე არის ყველა. ეს ბაზა, ხო. ეს ცოტა აი რაღაცა განსხვავებული, აი ეს სიმჟავე რომელიც ბევრი ამბობს ხოლმე, რომ მე რო გლენსკოშას აუგად რომ მოიხსენიებ ხოლმე. ხო. ბევრი ამბობს რომ ესე იგი შენ ეს რაღაცა კემბელთაუნის მინერალური არომატები და რაღაცა ამბობს. აი ამაში ეს მინერალური რაღაცები არა. არა, წვნიანი ხილია რა, მჟავე წვნიანი ხილია რა, ხილის ბევრნაირი ხილის მიქსი, რომლიდანაც გამოყოფა გაგვიჭირდა ახლა რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, მაგრამ თავარი არის ერთი, სასიამოვნო, ცუდი არ არის. ეხლა აიმედე და ესე ნახე არ არის, მაგრამ გასაგებია რომ საშუალო დონის საშუალოზე უფრო იაფიან ვისკიზე ვსაუბრობ და ვერც იქნებოდა. ხო, ნუ კარგია, სასიამოვნოა რა. ისე ჯერ ზამთარში არ ივარგებ და ჯერ მოგისინჯავს. ხო, ზამთარში არ ივარგებ და მაგრამ ზაფხულში კაია. ზაფხულში რო ცხელა, აი ეს კარგია. ეხლა ნახოთ იქნებ გემოვივარგოს ზამთარში. დავით. არ არის ცუდი. წყალ-წყალაა? ცოტა. არ არის ხო, რავი. არ ვიცი რა ვთქვა რა, აი ყველაფერი აქვს საშუალოდ კარგი, საშუალოდ ნორმალური რა. ვერც უარყოფითი ვერ ვიპოვე ვერაფერი რა ვთქვა და ვერც დადებითი. აი რაღაცა გავიჭერდე, ვერც ვერ მომხდა. ფინიში მოკლეა. უბრალოდ რაღაცა ისეთი ნორმალური ვისკი. ახალი არაფერი არ მოუწია რა ცხვირზე იყო დაახლოებით იგივე მოგცა. გემრიელია. მოკლე ფინიშია ძალიან. ფინიში მოკლეა. დამთავრდა, არაფერი გემოზე არაფერი არ მაქვს. რაღაც სიტყვები დატოვა. სხვადასხვა სიმჟავეები გადავიდა და თუ კი იმ სიმჟავის უკან ამე სიტყვები იყო ფინიშზე, ცოტა ხანი, მაგრამ დარჩა, ცოტა ხანი ოღონდ. ეს ყველაფერი დარჩა. აი, ეგეთი ნეიტრალური და უხასიათო, მაგრამ საშუალო აღახსენდება კიდე ეგეთი ვისკი. გლენმორანჯი 10 ეგეთი არის. აი, მაგაზე ვფიქრობდი, ზუსტად გლენმორანჯი 10-ზე ვფიქრობდი ამ წუთას რა. გამოვლების ვერაფერს ვერ გამოყოფ. არა, აი მგონია რომ საშუალოდ, ხო, ნორმალური კარგი ვისკია. დასავლური ვისკია, მაგრამ აი არაფერი რო არ დაგამახსოვრდა. რომელი ჯობია, მაგრამ გლენმორანჯი ვისკის 10-ს მე ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ იმის ფასშიც ეხლა არის თუ იმედი არ გაძვირდა, მაგრამ ისიც დაახლოებით ამ ფასში ტრიალებს. ისიც აი ესე ვერაფერს ვერ გამოარჩევ, იმიტომ ვადარებთ ეხლა გლენმორანჯი 10-ში ასე თუ ისე უფრო იმდენად პაპსა და გავრცელებული ვისკია, რომ ვინც ეხლა გვიყურებს, შეიძლება უფრო მეტად იცოდეთ რა და ახლოს არის რაღაცით, ოღონდ გემოებით კი არ არის ახლოს, აი სტრუქტურით არის ახლოს. იქაც დიდად ვერაფერს ვერ გამოყოფ და დიდად ვერაფერს ვერ დაუწუნებ რა. ვერ იტყვი რომ განსაკუთრებულად მარწყვის გამოვიგზავნი და ამით არის გამორჩეული ან რაღაცა. არ დაგამახსოვრდება, მაგრამ სულ იცი რომ კარგი ვისკია. სადაც დაინახავ ვიცი, კარგია, მშვენიერია. ეს არ გვიმტყუნებს. გვესიამონება ამის დალევა. მე მგონი უნდა შემოვიტანოთ ჩვენ ცალკე კატეგორია ვისკების სატელევიზორო ვისკი. ხო, აი, ტელევიზორს რო უყურებ. სასიამოვნოა, ხო, ტამბლერიც არ უნდა, ამაშიც კარგია. არა, სატამბლერო არა, სატელევიზორი ჭყო. საეკრანო ვისკი. მშვენიერი. თავი, საეკრანო ვისკები. კიდევ უფრო კაი სახელს მოვიფიქრებთ. ესა რა ქვია,
თანამგზავრი ვისკი. აი ეს ფონად რომ მოყვება რა, რაღაცა სხვა რამებს აკეთებ, უყურებ, უსმენ, წერ, მუშაობ, თავისთვის არ გაწუხებს. არ გინდა რომ ფხიზელი იყო. ხო, ნახე მაგ დროს რომ შენ ამე ედრადორი 25 წლიანი, ან ოქტომბრი დალიوان რაღაცა, ის ნახე რა შეება იმას მოგწყვეტს, რასაც აკეთებ და ვახ, ამაზე ფიქს დაგაწყებინებს და ვა რა მაგარია და ისა ხო, ეს არ მოგწყვეტს არაფერს. შეგივსებს შენს იმ მომენტის ყოფნას, კარგად შეგიფუთავს და შეგივსებს და არ მოგაცდენს და არ მოგწყვეტს. ხდი? უბრალოდ გამოყვება გვერდით რა, ესე რა. ფონის კარგი მუსიკა რო არის ხოლმე. ფონისთვის გამზადებული კარგი მუსიკა. იდეალური ის მოვიფიქრე. კი, კარგია, კი. ფონის მუსიკა ხო ის რა. კარგი მუსიკა რო იყოს არ ვარგა. მართლა გამორჩეულად კარგი რო იყოს, ის წაგიღებს მე და ფონის აღარ არის, იმან წაიღო თავისკენ ყურადღება. არ უნდა წაიღოს ყურადღება რა. მაგრამ კარგი იყოს. აი მანქანაში რომ მუსიკას უსმენ რა, რომელმაც თავარია რომ მუსიკა გესმოდეს და რაღაც აყვე და რაღაც არ არის აუცილებელი რომ მანქანაში პინკ ფლოიდი. აი ეს კატეგორია მე ვერ დაგეთხოვე მაგაში. შენ მანქანაში პინკ ფლოიდს უსმენ? მუსიკას უსმენ კი. ოღონდ როცა მარტო ვარ. თუ ვიღაცებთან ერთად ვარ, ვერ ხმამაღლა მღერი ვარ ხოლმე ფაჯრებს ავწევ და გიჟი ვიყრი ვარ. ასლამალაკო. ეგ ჩემი ცალკე. აი მაგას ცალკე მოგიყვება. სერიოზულ მუსიკას როცა უსმენ, სახლში უსმენ, ჩემთვის მარტო წყნარად გემრიელა. არ მანქანაში თუ უსმენ და ეხლა ვიღაცა მიქ გადამირბინა და რაღაცა, მთელი ამოვარდება. კი ბატონო. მოკლედ კარგი ვისკი არ არის ცუდი და ჩემი აზრით ამ ფასისთვისაც სრულიად შესაბამისია და მშვენიერია რა. აქ ვერ დაეწონება რა. შენია ჩუმი მეგობარი, რომელიც გვერდზე გიზიზ და გიქმნის კომფორტს. აი ეგეთია რა. ხო, ნუ მე ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ კიდევ ერთი ვიდეო გლენ სკოშასი, რომელმაც ვერაფერს ვერ დავამახსოვრა თავი. ხო, მაგრამ ხო თქვი რომ კარგია. კარგია, იმიტომ რომ ფასის და ხარისხის შეფარდებით კარგია. მაგრამ ეს არის ვისკი არ არის. ეს გამორჩეული არც უნდა ყოფილიყო რას თხოვე ხო კაცო 40 ევროიანი ვისკია 40 და 40 ევროთ ამას არ ან 40 ევროთ კარგი არ ვიყიდი ამას. მოკლედ გლენ სკოშას მე ჯერჯერობით მე გლენ სკოშა ვერ ვიპოვნე, რომელსაც იმ ფასად რა ზღია. 12 წლიანი კასის ძლიერს ხო დალია რაღაცის კასის. კი, ამონტილად თუ რაღაც. მე სასწაულია. მე 100 რაღაცა ევრო ღირდა. ხო, ბოდიში. ბოდიში. რომელიც 90% იყო ჩვეულებრივი გლენ სკოშა. არა. ეგრეც არის. ძალიან კარგი ვისკია, просто უბრალოდ ის ფასი არ ვიცოდი. ხო. მაპატიეთ რო სულ ჟარგონზე. კარგია რა მოკლედ რა, ლემას ნუ უსმენთ, კარგია, კარგი დროს გაგატარებული. მეგობრებთან კარგია, სიგარასთან კარგია, კინოს ყურების დროს კარგია, მუშაობის დროს კარგია, თუ მუშაობაში. შემდეგში გლენ სკოშა რომ მარტო შეწერო ხოლმე. ჭავის ვისკებს რო წერდი ერთი პერიოდი მარტო ხო? უნდა აღვადგინო ეგ რუბი კერტი. არ ვეძახოდი ხოლმე, იმიტომ რომ მეჩხუბებოდა ხოლმე ბურბონებზე და ჭავებზე. ცოტა შეგიყვარდა ჭავების მერე? ჭავი მე მიყვარს გასულ შენ არ მეძახდი ხოლმე. მოდიში ჩემრალი ყოფილა. მოკლედ კარგია. ფასთან შედარებით ნორმალურია, აბსოლუტურად. არაფერს არ გიმტყუნებს. გემრიელია გესიამოვნება. აბაჰე. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.